გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, ჭედლიძეების თხილის ბაღში. ცოტნე გამარჯობა. პირველ რიგში, რამდენ ჰექტარზე გაქვს თხილი გაშენებული? თხილის ბაღი ჩვენ გვაქვს გაშენებული 120 ჰექტარზე. სხვადასხვა წლოვანების არის, ხო, როგორც ის? წლოვანების არის, ეს კონკრეტული ბაღი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით დაახლოებით 10-12 წლის ბაღი არის. იქით გვაქვს უფრო ახალი გაშენებული ბაღებიც, წლევანდელი გაშენებული ბაღებიც გვაქვს, ასევე გვაქვს 6-7 წლიანი ბაღები და ასე შემდეგ რა, ანუ. ეს კონკრეტული ბაღი რომელი ჯიშის არის? ეს კონკრეტული ბაღი არის ანაკლიური ჯიშის ბაღი, ასევე გვაქვს დაახლოებით 10-15 ჰექტარი ბერძნულს რო ეძახიან და ანუ ძირითადად მაინც ანაკლიური ჯიშები გვაქვს რა და ეგ ცოტა გვაქვს 1-10 ჰექტარი გამორეული ბერძნული ჯიშის თხილი რა. და ლაგოდეხის მიწისთვის რომელი ჯიში არის უფრო ყველაზე კარგად უფრო მაინც ანაკლიური მუშაობს. იმიტომ რომ ჩვენთან ანუ კარგი უკვე ასე ვთქვათ პიკში მისული ბაღი სადღაც ანაკლიური 3-4 ტონას იძლევა საგექტროც მოსავალს. და ანუ ჩვენს პირობებზე უფრო კარგად ანუ ანაკლიური მუშაობს. რა არის ახლა ხალხის ზოგს გავაზური მოყავს და ასე შემდეგ, მაგრამ პროცენტულადაც და ისედაც ყველაზე კარგი მაინც ანაკლიური უფროა ჩვენი პირობებისთვის. შვენიერი. ამხელა ფართობს ჭირდება კარგი მოვლა, პატრონობა. ერეკლე ვიცი რომ გეხმარებათ ამ ყველაფერში. რამდენი წელია რაც აგრონომთან თანამშრომლობთ და აგრონომის სწავლებს ხმარობთ? დაახლოებით 7-8 წელიწადია უკვე აგრონომთან თანამშრომლობთ და მოვიხმართ აგრონომის სწავლებს და პრეპარატებს და რავი, მაყოფილები ვართ. 7-8 წელი ახან ჩვენთან ხარ, ესე იგი ერეკლე კარგ რეკომენდაციებს გასცემს და სწავლებიც მუშაობს. ცოტნე, თხილის გარდა, ჭედლიძეების ოჯახს რა კულტურა გაქვთ კიდე? კი, თხილის გარდა გვაქვს ასევე ტყემლის ბაღი გვაქვს. ასხია ეხლა? კი, ასხია. გავვლით, ვნახავთ იმასაც, გადავიღებთ. პრობლემა, ანუ ტყემლის ბაღი გვაქვს როგორც წითელი ტყემალი, ასევე მწვანე ტყემალი. ფართობი დაახლოებით 40 ჰექტარი გვაქვს. ტყემლის ბაღი რა კონკრეტულად. ასევე მოყავს სიმინდიც, დაახლოებით 50 ჰექტარზე მოყავს სიმინდიც და სადაც ჩვენი ჰერბიციდები შედის ხო ალბათ? კი, აგრონომის მესური ექსტრა და კორლისტო. Black Force და ისევ ინსტაკარი მეორდება მავნებლებზე. ეგ ალბათ სიმინდის ფარვანაზე. კი. ერეკლე, როგორც ამ ბაღის და თხილის ერთ-ერთი ზედამხედველი შენი კონსულტაციით აკეთებენ ყველანაირ წამლობას. რა პრობლემები არის ზოგადად ლაგოდეხში და კონკრეტულად ამ ბაღში? მთელი რიგი პრობლემები გვაქვს. ბუკეტი არის ხო? ბუკეტი, ანუ როგორც სოკოვანი დაავადებები, ასევე მავნებლები, ბუგრები, ტკიპები, ფსილები, ფარიანები, ფაროსანა. არა, ამ შემთხვევაში მოდი ფაროსანაზე გავაკეთოთ აქცენტი. აზური ფაროსანა, რამდენჯერ შეიწამლა, რა ზიანს აყენებს, რამდენჯერ უნდა შევწამლოთ ზოგადად რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. არა მარტო ლაგოდეხელებს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ალბათ მეგრელებს დაინტერესებს. კი ბატონო. ფაროსანაზე ვიყენებთ ინსეკარს, ბიფედრინს. იდეალური ეფექტია რა, სამჯერ წამლობა გაკეთებული გაზაფხულიდან დღემდე ამ ბაღში. კი. შედეგი შესაბამისად ჩანს როგორია სუფთა იდეალურ მდგომარეობაში. არანაირი მავნებელი არ შეინიშნება, არც ბუგრი და არც ფაროსანი. და კიდე რამდენჯერ იგეგმება რომ შეიწამლოს? ამინდიდან გამომდინარეა ეგ ყველაფერი უფრო 2-ჯერ ან 3-ჯერ დაჭირდება რა. თუ ამინდი გაუარესდა და ცუდი ამინდები გქონდა, შერეული ტენიანობა მაღალი, შესაბამისად ფაროსანას საინკუბაციო პერიოდი მაღალი ტენი და სიცხე გვაქვს. იდეალური პირობა ფაროსანასთვის ეს მაღალი ტენი და სიცხე და თუ ტენიანობა გაგრძელდა, ფაროსანას ინკუბაციაც ხდება დიდი რაოდენობით. აქედან გამომდინარე 3 წამლობა მინიმუმ დაგვჭირდება. ცოტნეც გეთანხმება და გიჯერებს როგორც ხედავ. კი, იმიტომ გვაქვს კარგი შედეგი. აღნიშნა 3ჯერ შემოვედით უკვე ამ ბაღში და ამ ეტაპზე არანაირი ფაროსანა და ბუგრები არ შეინიშნება, იდეალურად მუშაობს სწავლება. შვენიერ, მე მაინტერესებს აი ზოგადად ძალიან რთული არის ხო მომხმარებელამდე მიიტანო ის რომ სანამ პრობლემა გაჩნდება, მანამდე უნდა შეიწამლოს. ფაროსანამ რა ზიანი შეუძლია მიაყენოს პრევენციის მიზნით თუ აკეთებთ წამლობებს რა, არ ველოდებით ჩვენ კონკრეტულად მე და ცოტნე რომ რამე გაჩნდეს და მერე დავიწყოთ მუშაობა. პრევენცია ხდება ხოლმე პროფილაქტიკის მიზნით იწამლება. და თუ ფაროსანა გაჩნდა, თხილის ნაყოფის უკვე პროცენტულობას წევს ანახევრებს რა და უფრო შეიძლება კიდე მეტი ზიანიც მიაყენოს რა. დაახლოებით რამდენი პროცენტს იღებთ ხოლმე აქედან? დაახლოებით 45%-ზე ავდივართ ხოლმე რა ანაკლიური ჯიშზე. შარშანდელ მოსავალზე მას 1%-ული მაჩვენებელი იყო, მაგრამ ანუ იყო ერთი კონკრეტული ბაღი, სადაც რიგი პრობლემების გამო წამლობით ვერ შევედით და ფაროსანამ იქ მოსავალი გაგვიფუჭა შედარებით და დაახლოებით 40-50%-ზე ჩამოიყვანა ფაროსანამ. ანუ ნაკბენი ქონა რა, უშუალოდ ნაყოფზე და
პროცენტი საკმაოდ დააგდო რა. კი ბატონო, მე მაინტერესებს ახლა ანუ ბიფეტრინზე ვსაუბრობთ. ბიფეტრინი არის ფაროსანის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება რომ მოვსპოთ. რამდენად ერევა სხვა პრეპარატებს, იმიტომ რომ თხილში არის ნაცარი. აბსოლუტურად თითქმის ყველა პრეპარატთან თავსებადია. არსებობს ესეთი გამონათქვამები, რომ სპილენსთან პრობლემა აქვს, არ მუშაობს, სპილენსთან აქვს პრობლემა რამოდენიმე ტიპის სასუქს. ეს ინსექტიციდები და აკარაციდები ჩვეულებრივად თავსებადია და ჩვეულებრივად მოქმედია. მაგ პრინციპით ვაკეთებთ აქ, ანუ სპილენსიც თავსდება და ისე იწამლება. შორის პროტექტი არის შეტანილი ამ ბაღში კიდე? კი, პროტექტთან ერთად ვამუშავებთ, პროტექტით ვიწყებთ ხოლმე მუშაობას, პროტექტით და გოგირდით, ლაიფსურს ხმარობთ. შედეგი ძალიან კარგი გვაქვს რა, სხვა დამატებით საჭიროებას არ ითხოვს. ჩვენი თვითონ ბაღსაც ეთყობა რომ მოვლილი არის და ნაფიქრი არის ნამდვილად. ცოტა მე მაინტერესებს 120 ჰექტარი გაქვთ. საადმი გაქვს ამდენი თხილი? ძირითადად მაინც ადგილობრივ ბაზარზე ხდება რეალიზაცია იმის სამეგრელოში ალბათ ხო? კი, სამეგრელოში მიაქვს, ან ჩვენ უშუალოდ ლაგოდეხში არსებულ პირებზე, არსებულ ქარხნებზე მიგვაქვს და მანდ ვაბარებთ და შემდეგ რა ზოგ სამეგრელოში მიაქვს, ზოგს ევროპაში გაქვს და ასე შემდეგ რა. მშვენიერი. მოგლეთ მეგობრებო, ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ, განსაკუთრებით ყველაზე აქტუალური რაც არის ფაროსანა, რომელიც მთელი საქართველოს პრობლემა არის. დღეისთვის სულ ეს იყო. კარგად იყავით. მომავალ ვიდეომდე.